სეზონის დასაწყისში იყო შეგრძნება, რომ ვინისიუს ოქროს ბურთი მოპარეს. ის იყო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და არა როდრი. კომპენსაციის სახით ვინიმ აიღო FIFA-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მაგრამ ამ ყველაფერმა ფეხბურთელის თამოყვარეობას დიდი დარტყმა მიაყენა და დაპირებული ბრძოლის ნაცვლად ბრაზილიელმა აშკარა რეგრესი გვაჩვენა. შეუმჩნეველი იყო დიდ თამაშებში, წუწუნებდა, უხეშობდა და რაც მთავარია, მადრიდელთა შეტევაში პირველობა დაუთმო მბაპეს. ვინისიუსის კარგმა სტატისტიკამ არ დაგაბნიოთ. იგი აშკარად ნაკლებად მნიშვნელოვანი და სასარგებლო გახდა რეალისტვის. ვინი არ შეყვავს ტოპის ძირითად ნაწილში სწორედ მისი სტატისტიკის გამო, მაგრამ რეგრესზე ყურადღების გამახვილება აუცილებელი იყო. ახლა კი გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, რომლებმაც 2024-25 წლის სეზონები ჩააგდო. ეს არის ტოპ 10 ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები გაგვიცრუა. მოდით დავიწყოთ მანჩესტერით. ასეთი სეზონის შემდეგ შეგვიძლია მანჩესტერის მთლიან შემადგენლობას გადაუაროთ, მაგრამ მოდით შემოვიფარგლოთ ჰოილუნდით. იგი იყიდეს როგორც გოლეადორი, მაგრამ დანიელს მხოლოდ 4 გოლი აქვს პრემიერლიგაში გატანილი. ფორვარდის ნაცვლად შეტევაში შრომობენ ნახევარმცველები: ბრუნო, დიალო, კაზემირო და უგარტე. ეს პრობლემა ყველაზე კარგად გუნდის ლეგენდამ სკოულზმა აღწერა. მეგონა რომ მანჩესტერს უკვე შირარი ყავდა, მაგრამ მას არ ყოფნის თავდაჯერებულობა და იღბალი. ხშირად იგი შეცდომას უშვებს პოზიციის შერჩევის დროს. უხეშად რომ ვთქვათ, ჰოილუნდი ვერ გებულობს როგორ თამაშობს მანჩესტერი. ცუდად იხსნება, რის გამოც განიცდის დეფიციტს დასარტყმელი პოზიციების კუთხით. 22 წლის ფორვარდი ვერ გებულობს რა გააკეთოს. თუმცა, თითქოს დიდი ხნის წინ უნდა გაივლო ადაპტაცია. ყველა აღწერს ჰოილუნდის შრომას. იგი ცდილობს, მუშაობს ბურთის გარეშე, მაგრამ რა აზრი აქვს, თუ გოლები ვერ გააქვს. ახლა კი ყურადღებით. მანჩესტერის მთავარ ფორვარდს, რომელშიც გადახდილი არის 78 მილიონი, საშუალოდ 1 დარტყმა აქვს თამაში. ეს ნაკლებია ვიდრე საყდენ კაზემიროს და დაახლოებით იგივე, რაც მცველ მარტინეს აქვს. 13 თამაში გოლის გარეშე დეკემბრიდან მარტამდე. მეცხრე ადგილზეა ტოტენჰემი. ცხრილის ბოლოში ეშმაკები და მამლები მეზობლობენ და მოდი აქაც ერთად ჩავსვათ. ტოტენჰემის ფორვარდებით ჩავარდნენ და განსაკუთრებით ვერნერი. მან ამ სეზონით საბოლოოდ აჩვენა, რომ იგი არ არის ტოპ ფეხბურთელი. გერმანელი ცოტა სათამაშო დროს იღებს, თუმცა კლუბში პოზიციაზე დიდი კონკურენცია არ არის. ტიმოს სეზონში 1 გოლი აქვს და ისიც თასზე. მისი შრომის უნარიანობას აღარ ხიბლავს სამწნელო შტაბს. თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფთ რუმინელ ცენტრალურ მცველ დრეგუშინს. ეს მისი პირველი სრული სეზონია. წინა ზამთარს ფეხბურთელის დამატება ძალიან სურდა ბაიენს, მაგრამ მისი ყიდვა ტოტენჰემმა მოახერხა. რუმინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. თუმცა პრემიერლიგაში მისი სისწრაფით და ინტენსივობით გაირკვა, რომ ფეხბურთელს არ გააჩნია ნორმალური პასის კულტურა. სეზონის განმავლობაში დეზებს დაიმტვრა ძირითადი ცენტრალური მცველები და პოსტეკოგლუს უწევდა რუმინელის დაყენება, რომელიც კლუბში მე-15-ია პასების სიზუსტით და მეორე შეცდომებით, რომელმაც დარტყმა გამოიწვია და შეფასებით საერთოდ 24. როდესაც ტოტენჰემმა შეძლო ფეხბურთელის ყიდვა, ამბობდნენ, რომ გუნდს გაუმართლა, რადგან მათ დაიმატეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველი, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს უბრალოდ არასწორი ტრანსფერი იყო. ჯენოა, საიდანაც ფეხბურთელი გადმოიყვანეს, თამაშობდა დაბალი დაცვის ბლოკით. ტოტენჰემი კი ძალიან მაღალი ბლოკით თამაშობს, რასაც ფეხბურთელი ვერ შეეშვია და სკამზე დაჯდა. და როდესაც მას შანსი მიეცა, იგი ყველა მიმართულებით ჩავარდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 3-6 ლივერპულთან დეკემბრის ბოლოს. იანვარში კი ფეხბურთელმა საერთოდ მყესები გაიწყვიტა და სეზონის ბოლომდე გავარდა. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, ჯერ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. თუ სპონსორობა კოლაბორაცია გსურთ, ჩვენი მეილი არის აღწერაში. მერვე ადგილზეა ვლაჰოვიჩი. კიდევ ერთი გმირი, ოღონდ უარყოფითი კონტექსტით, ამჯერად იუვენტუსისთვის. სერბი ფორვარდი იღებს სერიაში ყველაზე მაღალ ხელფასს, 20 მილიონი ევრომდე წელიწადში. კლუბში მასზე დიდ ფსონს ჩამოვიდნენ, როგორც ლიდერზე და ადამიანზე, რომლის გოლებიც ბევრ ქულებს და ტიტულებს მოიტანა. მაგრამ ამ სეზონში ცუდი შედეგებია, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაშიც. კლუბი იტალიის თასიდან ვლაჰოვიჩის გამო გამოვარდა, რომელმაც მეოთხედფინალში პენალტების სერიის დროს ააცილა. ვლაჰოვიჩს უჭირს სერიაში გოლების გატანა და ეს სეზონი მისთვის იყო ყველაზე ცუდი რეალიზების მხრივ. არადა ამ ფორვარდისთვის სულ ცოტა ხნის წინ რამოდენიმე ტოპ კლუბი იბრძოდა. იუეს მოუწია 80 მილიონზე მეტის გადახდა, რათა ფორვარდი ხელში ჩაეგდო. ეს იყო კლუბის მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. კარგი, არ გამოვიდა დაცვითი ალეგრის დროს. შეგვიძლია გავამართლოთ. მაგრამ მოლოდინი იყო, რომ შემტევი მოტას დროს იუეს მეტი მომენტი ექნებოდა. მაგრამ მოტას ფეხბურთი მარტივი არ არის. მასში უნდა ჩაჯდე. თანაც მისი საუკეთესო ვერსიის შექმნა მოტამ ტურინში ვერ მოასწრო.
არიან ფორვარდები, რომლებიც რა სიტუაციაც არ უნდა იყოს კლუბში, სტაბილურად სტანდარტული რაოდენობის გოლებს იტანენ სეზონში. ლაჰოვიჩი ამ ფორვარდების სიას ვერ მიეკუთვნება. პრობლემურ გუნდში ის თავად გახდა პრობლემა. დაკარგა თავდაჯერებულობა, დაიწყო მომენტების გაფუჭება. თებერვალში სერბი პირველად დაჯდა სკამზე, შემდეგ მეორედ, შემდეგ საერთოდ არ გამოიყვანეს ყოფილი კლუბის ფიორენტინას წინააღმდეგ. ახალი მწვრთნელის ტუდორის მეთაურობით ლაჰოვიჩმა ისევ დაიწყო ძირითადში თამაში. თუმცა ყოველ შემდეგ თამაშზე უფრო ცოტა დროს იღებდა და აპრილის ბოლოს ფეხბურთელმა საერთოდ ტრავმა მიიღო. ლაჰოვიჩი წარადგინეს როგორც ვარსკვლავი. რეალურად კი ის არის ფეხბურთელი, რომელიც ვერ ადაპტირდება და მას უნდა შეუწყო თამაშის სქემა. მას თავად საერთოდ არ შეუძლია გადაწყობა, ან არ უნდა. არის შეგრძნება, რომ სერბმა мотиваცია დაკარგა. ლაჰოვიჩს 2026 წლამდე აქვს კონტრაქტი და საეჭვოა, რომ თუ საქმე ასე გაგრძელდება, US ბოსები მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ. ფეხბურთელი 26 წლის არის და თითქოს ის კარიერის პიკში უნდა იყოს, მაგრამ თუ ჭორებს დაუჯერებთ, მას მოურინიო ეძახის თავის ფენერბახჩეში. მეშვიდე ადგილზეა ბარსელონას ფეხბურთელი. კლუბის, რომელიც ბევრის აზრით სუპერ სეზონს ატარებს, მაგრამ აქაც არის ერთი, ვინც ჩავარდა, კერძოდ კი გავი. უდაოდ კლუბის ლიდერიდან, როგორც იგი ადრე იყო, ის უეცრად არც თუ ისე საჭირო ფეხბურთელად გადაიქცა. გავის აქვს 995 წუთი ლა ლიგაში. ტრავმის შემდეგ მან თავისი საუკეთესო ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა. პროგრესზე საუბარი ხო საერთოდ ზედმეტია. საშუალო შეფასებით ბარსაში იგი 23 ადგილზეა. სერიოზულად დაკარგა სათამაშო დრო. მის ზონაში ახლა თამაშობენ დე იონგი, თითქოს ჩამოწერილი კასადო, ფერმინ ლოპესი და ერიკ გარსია. ხოლო გოლდენ ბოის მფლობელი გავი, რომელიც 90 მილიონად ფასდებოდა, რომელშიც მომავალს ხედავდნენ, ახლა პოზიციებს თმობს. რაც მთავარია, მას არც ისე ენდობა სამწვრთნელო შტაბი. გავი ძალიან თავდადებული და შრომის მოყვარე ფეხბურთელია, მაგრამ ეს თვისებები ფლიკისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ის უპირატესობას ანიჭებს პასის კულტურას და უბურთოდ სწორად მოძრაობას, რაც გავის უძლიერესი მხარე არ არის. როგორც ჩანს, ფლიკი დიდი ხნით არის ბარსაში. ანუ, გავიმ უნდა გადაწყვიტოს რაქნას. საუბარია ფეხბურთელის გაყიდვაზე. ბარსას ფანებო, დაწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე. მეექვსეზეა ჩელსის მეკარე, რობერტ სანჩესი. კლუბს, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლია, კიდევ უფრო ამძიმებს მეკარე, რომელიც შეცდომებს უშვებს. ესპანელი პირველზეა ტოპ 5 ლიგაში, არა მარტო მეკარეებს შორის, არამედ მოედნის მოთამაშეებს შორისაც შეცდომების მიხედვით, რომელმაც დარტყმა გამოიწვია, კერძოდ 9. სეზონი არც თუ ისე ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეცდომებს უმატა. სიტუაცია თითქოს პარადოქსულია. XG-ის მოდელის მიხედვით, რობერტი არც თუ ისე ცუდია. უფრო მეტჯერ იცავს კარგს გოლისგან, ვიდრე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, არსენალის მეკარე რაია. მაგრამ მისი შეცდომები ქმნიან ისეთ ნეგატიურ ფონს და ისე ძაბავს გუნდს, რომ წონის სანჩესის წარმატებულ მომენტებს. მოწინააღმდეგემ შეიძლება 25 მეტრიდან დაარტყას და სანჩესი უეცრად უშვებს ამ ბურთს. თანაც რობერტი ძალიან ცუდია ფეხით თამაშისოს. წარმოიდგინეთ, პრემიერ ლიგის მეკარეებს შორის ის ბოლო ადგილზე არის პასების სიზუსტით. სპეციალისტები ვერ ხვდებიან, რატომ გაუშვეს იჯარის სტრასბურგში პეტროვიჩი, რომელიც კარგ სევებსაც აკეთებს, კარგ პასებსაც არიგებს და ის მესამეა ლიგა 1-ში ამ სტატისტიკით. და თითქოს მორესკას ფეხბურთისთვისაც უფრო შესაფერისი მეკარეა. მეხუთე ადგილზე არის რეალის ფეხბურთელი როდრიგო. როგორც ვინისიუსმა, როდრიგომაც რეგრესი განიცადა ამ სეზონში. რეალის ნომინალურად მარჯვენა ვინგერს ნაკლები შედეგიანი მოქმედება აქვს და რაც მთავარია, მათი უმეტესობა მოდის 14 დეკემბრიდან 5 თებერვალამდე პერიოდზე. 15-23 შედეგიანი ქულიდან აიღო ამ პერიოდში. ანუ ტიპი მხოლოდ თვენახევარი თამაშობდა მთელი სეზონის განმავლობაში მისთვის შესაფერის დონეზე. გაუგებარია დანარჩენი პერიოდი რას აკეთებდა მოედანზე. თუმცა კარლო მას ენდობოდა და თითქმის სულ ძირითადში აყენებდა. თუ მარჯვენა ფლანგზე მას ეყოლებოდა თანაბარი კონკურენტი, ის აუცილებლად დაждდებოდა სკამზე. თუმცა სეზონის ბოლოსკენ იგი ისედაც დაждდა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი სეზონს ძალიან დიდი ჰაიპით იწყებდა და მოლოდინების ზღვარს მაღლაწევდა. აგვისტოში მან შეიცხადა, რომ შეტევის სამ ძირითად ფეხბურთელში არ მოიაზრებოდა. როდრიგოს სერია შედეგიანი მოქმედების გარეშე გრძელდება იანვრის ბოლოდან. ბოლო კლასიკოში კარლო მის სკამზე დატოვა და თამაშის ბოლოსაც კი არ გამოიყვანა, როცა მისი გადარჩენა იყო საჭირო. და უკვე მეოთხე ადგილზე ვართ. ლივერპული ახალ მწვრთნელთან ერთად ეგრევე ჩემპიონი გახდა. თუმცა მათ რიგებში იყვნენ ფეხბურთელები, ვინც მაღალ დონეზე ვერ თამაშობდნენ და განსაკუთრებით გამოვყოფთ დარვინ ნუნიეშს. სლოტის დროს ნუნიეში ძირითადად ცვლილებებზე გამოდიოდა და შეაგროვა 5+3 1103 წუთში. არადა მეორე სეზონში
იყო ერთ-ერთი ლიდერი. არ გაგიკვირდეთ, რომ ციფრებით მას კარგი რეალიზაცია აქვს. უბრალოდ ურუგვაელი ჯერ აფუჭებს 100%-იან მომენტებს და შემდეგ იტანს უფრო არარეალურებს. მაგრამ როგორც ბომბარდირი, ის Merseyside-ში ვერ შედგა. ცენტრფორვარდი პირველ რიგში ჟოტა გამოდის, შემდეგ დიასი, რომელიც საერთოდ ვინგერია, ხოლო დარვინი მესამე ვარიანტია. ანუ რეალურად ის თავისი ხელფასით და შედეგებით საერთოდ არ არის საჭირო. ფაბრიზიო წერდა, რომ ამ ზაფხულზე ურუგვაელის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი საკითხია, რაც თავად ფეხბურთელსაც სურს, რადგან წნეხს ვერ უძლებს და ყველა გაფუჭებული მომენტი კიდევ უფრო ტეხავს მის ფსიქიკას. ლესტერთან მატჩის წინ სლოტი ასე აღწერდა იმას, თუ რატო ვერ მოხვდა დარვინი განაცხადში. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თავს თავის ადგილას ვერ გრძნობდა. დაწესებულებებში ორიენტაციას დაკარგა. დარვინი არ თამაშობს, რადგან თავს ცუდად გრძნობს. ცოტა ადრე სლოტმა გააკეთა აშკარა მინიშნება ასტონ ვილასთან თამაშის შემდეგ, სადაც დარვინმა კიდევ ერთი 100%-იანი მომენტი გააფუჭა. გასახდელში არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან გულჩათხრობილია. თქვენ იცით, ვინ არის ის? თავად ფეხბურთელმა აღიარა, რომ მას მოსწონს ნაკრებში სიარული, რადგან კლუბის სირთულეებს დროებით მაინც ივიწყებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის სიტუაცია, როცა დაშლა ყველას აწყობს. თუ დარვინს უნდა თავისი კარიერის გადარჩენა, კლუბიდან უნდა წავიდეს. არ გაგიკვირდებათ და სამეულს ხსნის მკუნკუ. მეოცია გუნდში შეფასების მიხედვით. ფეხბურთელი ძირითადად ცვლილებებზე გამოდის. 3+2 900 წუთში პრემიერ ლიგაში და -20 მილიონი ღირებულებას. მაგრამ 27 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც პიკში 80 მილიონი ღირდა, ძალიან დიდი ტრაგედია არის მცირე სათამაშო დრო. ის ასევე არის ტრამვებისკენ მიდრეკილი. ლონდონში პირველ სეზონში სულ ტრამვებს ებრძოდა. მაგრამ ამ სეზონში ყველაფერი კარგად იყო. მაისამდე არც ერთი შეხვედრა არ გამოტოვა ტრამვების გამო, მაგრამ ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა. კი, კუნკუ საყვარელი პოზიცია პალმერმა წაიღო, მაგრამ მორესკამ იგი ყველგან ცადა. შეტევის ფრთებზე, ცენტრალურ შემტევად, ჩამოწეულ ფორვარდად, შემტევ ნახევარმცველად, ფრანგი არსად არ იყო შთამბეჭდავი. სწორედ ეს არის შოკი. ცოტა ხნის წინ გახდი წლის ფეხბურთელი გერმანიაში, დიდი უნივერსალის რეპუტაცია გაქვს და კარიერაში 9 პოზიციაზე ითამაშა. მაგრამ ჩელსიში ვერც ერთ პოზიციაზე ვერ გაამართლა. ჩელსის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზული კონკურენცია არ არის სხვა ფეხბურთელების ფორმიდან გამომდინარე. თებერვალში საერთოდ ნიკოლას ჯექსონის დაიმტვრა. მორესკამ კუკუ ჯექსონის პოზიციაზე დააყენა ერთი თამაში, მაგრამ დაინახა, რომ იგი ვერ ქაჩავდა, რის შემდეგაც აქ ნეტუ ამჯობინა. ალბათ მან პრემიერ ლიგის დონე ვერ გაქაჩა, რადგან კონფერენს ლიგაზე საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. მეორე ადგილი და ორი ფეხბურთელი, ამჯერად მილანიდან, ტეო ერნანდესი და რაფა ლეაო. როსონეროს ცუდი სეზონი ჰქონდა სერიაში, ხოლო ლიგაზე საერთოდ ფეინორდმა გამოაგდო. რამოდენიმე სეზონის შემდეგ, როდესაც თითქოს და კლუბმა მრავალწლიანი კრიზისი დაძლია, ისევ რაღაც დეგრადაცია დაეწყო. და გუნდის ორი მთავარი ფეხბურთელის ფორმა ამ კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია. მოდი დავიწყოთ ტეოთი. მარცხენა მცველი მიათეზია გუნდში მოგებული ორთაბძოლების მიხედვით და პირველზე შეცდომებით, რომლებმაც დარტყმა გამოიწვია. აგდებდნენ, იყიდებდა პენლებს, სიმულირებდა. იყო მომენტები, როდესაც საერთოდ არ ბრუნდებოდა დაცვაში და აიგნორებდა მთავარ მწვრთნელს. და რაც მთავარია ამ შეცდომებს ვერ აკომპენსირებდა შეტევაში შედეგიანობით, რასაც მისგან უკვე მივეჩვიეთ. სიმბოლურია, რომ დაბადების დღეზე, როცა 27-ის გახდა, ჯერ აიკიდა პენალი, შემდეგ ააცილა პენალი მეტოქის კარში და შემდეგ ისევ ლამის პენალი აიკიდა. შედეგად დამატებით დროში პირდაპირ წითელი მიიღო და ორი თამაშის გამოტოვა. ეს ყველაფერი კაპიტნის სამკლაურით. მოკლედ, სრული ჯეკპოტი დაბადების დღეზე. ერთ სეზონში ღირებულების 20 მილიონი დაკარგა და სუპერ კლუბში ტრანსფერზე ლაპარაკის საერთო ზედმეტია. ახლა კი ვისაუბროთ ლეაოზე. მას თითქოს არ აქვს საშინელი სტატისტიკა, მაგრამ დიდ შეხვედრებში პორტუგალიელი საერთოდ ვერ ახდენდა გავლენას. სერიაში ერთი ქულა ტოპებთან, ხოლო ლიგაზე გაუტანა მხოლოდ სლოვანს, ჟირონას და ცრუენა ზვეზდას. მწვრთნელი აკრიტიკებდა უბურთო თამაშის გამო და სკამზე სტოვებდა რამოდენიმე შეხვედრაში. მერვე ტურში უდინეზესთან საერთოდ არ გამოიყვანეს. რაფას უარის გამო, რომ ითამაშოს გუნდური ფეხბურთი, ფონსეკას გუნდის გადატვირთვის მცდელობა ჩავარდა. პორტუგალიელი ცდილობდა როსონერის სისტემურ ფეხბურთზე გადაყვანას, მაგრამ ლიდერებმა არ მოიდომეს ბურთის გარეშე მუშაობა და მწვრთნელს აუმხედრდნენ. ასე უფრო მარტივია. ლეაო ადარებდა თავის მდგომარეობას პიოლის პერიოდს, როდესაც მწვრთნელი უთმობდა ზარმაც ვარსკვლავს. მაგრამ არც ახლანდელ მილანში და არც ერთ ტოპ კლუბში არ იქნება ლეაოსის ისეთი პირობები, როგორიც მას ადრე ჰქონდა. გამოდის, რომ ლეაოს პიკი პიოლის დროს იყო, როცა მას ყველა ელოლიავებოდა. ამის შემდეგ მას სტაგნაცია დაიწყო, რაც ძალიან სამწუხაროა. პირველი ადგილი ეკუთვნის მანჩესტერ სიტის, რომლის ფეხბურთელების აშკარად ჩავარდნენ. მაგალითად, დე ბრუინი, რომელსაც რამდენიმე ცუდი თამაში ჰქონდა,
დოკუ, გრილიში, ვოლკერი, მაგრამ ჩვენი ყურადღება დაუთმოთ ფილ ფოდენს. წინაზე სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშემ წელს გაგვაკვირვა. მან ჩაატარა თავისი ყველაზე ცუდი სეზონი მას შემდეგ, რაც შესამჩნევი ფეხბურთელი გახდა. გვარდიოლა ამბობდა, რომ ფეხბურთელი მზად არ იყო, ხოლო პრესა წერდა, რომ ფეხბურთელმა რაღაცის გამო 5 კილოგრამი დაკარგა, ხოლო ტუხელი აკრიტიკებდა სახალხოდ ალბანეთთან თამაშის შემდეგ. როი კინმა კი პირდაპირ თქვა: კარგს არაფერს ველოდები, როდესაც იგი ბურთს იღებს. ჩვენ არ ვიცით რა ჭირს 24 წლის ფეხბურთელს, რომელიც წინა სეზონში ლიდერი იყო, როდესაც დე ბრუინი მკურნალობდა. გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. ხოლო ამ სეზონში თვითონ გახდა ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც განა ვერ დააკომპენსირა დე ბრუინის არ ყოფნა ან მისი ცუდი თამაში. არამედ თვითონ გახდა ის, ვისი თვისებების დაკომპენსირებას გახდა საჭირო. მოკლედ, სიტის ბოსები ძალიან ცუდად არიან, რადგან გაყიდეს ალვარესი, რომელიც ამ სეზონში დაფრინავს და ფსონს ჩამოვიდნენ ფოდენზე, რომელიც საერთოდ არაფერს წარმოადგენს. ამ სეზონში ჩვენ ვერ ვნახეთ ის ფეხბურთელი, რომელიც პეპის ჩანაფიქრის მიხედვით სიტის კრეატიული ლიდერი უნდა გამხდარიყო. კევინი მიდის და არსებობს ეჭვები, რომ ფოდენი მას ვერ ჩაანაცვლებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენ ვინ გაგეცრუათ იმედები. ასევე გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. შეხვედრამდე.